შესანიშნავია, ვიდეო გადაღებულია. ახლა TikTok-ზე დავდებ. ჩვენ უკვე 10 ვიდეო გადავიღეთ და ისევ 0 ფოლოვერი გვყავს. გადაღება უნდა გავაგრძელოთ. ადრე თუ გვიან ვარსკვლავები გავხდებით. ჰეი, შეხედე, 1 ფოლოვერი გვყავს. მან კომენტარიც კი დაგვიტოვა. მართლა? რა დაწერა? იმედია ჰეითერი არ არის. მისი სახელია დემონი 666. ის წერს, შემიძლია პოპულარული გაგხადოთ. თუ გინდათ სუპერ ვარსკვლავები გახდეთ. დაალაიქეთ ეს კომენტარი. არ ამგონია ერთმა ფოლოვერმა ვარსკვლავებად გვაქციოს. მიუხედავად ამისა, ის ჩვენი პირველი ფოლოვერია. მის კომენტარს დავალაიქებ, როგორც მას სურდა. ვინ არის ეს? მე დიმა მქვია და მე თქვენი ერთადერთი ფოლოვერი ვარ. მე აქ ვარ რომ ვარსკვლავებად გაქციოთ. რაზე ლაპარაკობს? ეს რაიმე სახის ხუმრობაა? შენ დააკომენტარე ჩვენი ვიდეოს ქვეშ? კი, და თქვენ დაალაიქეთ, ასე რომ მოვედი რომ თქვენი სურვილი შევასრულო. გოგოებო, ის ალბათ თერი ამხდის განმავლობაში ჩვენ გვითვალთვალებდა. უფრო სწორად, ის ვიღაც მანიაკია. გავაგდოთ იგი და პოლიცია გამოიძახოთ. მეგონა K-pop-ის ვარსკვლავები გინდოდათ გამხდარიყავით, მაგრამ რადგან ვწდებოდი, მაშინ წავალ. მოიცა, მართლა შეგიძლია ვარსკვლავებად გვაქციო? ასე რომ, როგორც იქნა, დაინტერესებულები ხართ, მე პროდიუსერი ვარ და სცენისთვის ნიჭიერ ადამიანებს ვეძებ. ვარსკვლავები რომ გახდეთ, უბრალოდ ამ კონტრაქტზე უნდა მოვაწეროთ ხელი. კარგი, სად უნდა მოვაწერო ხელი? მოიცა, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. მერე რა? ჩვენ ვარსკვლავები ვიქნებით. ეს არის ის, რაც გვინდოდა. და რას ველოდებით? თუ ის წავა, ჩვენ ვერასდროს გავხდებით ვარსკვლავები. კარგი, თანახმავარ. ყველაფერი მზადაა. კალამი ამ მელანში უნდა ჩააწოთ და კონტრაქტს ხელი მოვაწეროთ. ეს ძალიან უშნაურად გამოიყურება. ეს რა, მელამია? სისხლს გავს. ეს უბრალოდ საღებავია. უბრალოდ აიღეთ და ხელი მოვაწეროთ. არა, ჯერ უნდა წავიკითხო. სოფლიო პოპულარობის სანაცვლოდ თქვენ უარს ამბობთ თქვენი ვარსკვლავობას. მომეცი საშუალება ხელი მოვაწერო. ახლა ჩემი ჯერია. ამელკა, როგორ ვიქნებით ჩვენს გარეშე? შუდი წინათ გრძნობა მაქვს ამის შესახებ. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი. მარტო ხომ არ დაგტოვებ? კარგი, თქვენთან ვარ. ახლა თქვენ ჩემი კონტროლის ქვეშ ხართ. რას ამბობ? მე ვამბობ, რომ დროა ნამდვილ ვარსკვლავებად გაქციოთ. დავიწყოთ თქვენი ტანსაცმლით. თითოეული თქვენგანისთვის 60 მოვამზადე. ეს ამელკასთვისაა. ეს ჩერისთვისაა. ეს ბეტისთვისაა. გამოიცვალეთ. შუდი არა, მომწონს. ასეთი მაგარი ტანსაცმელი არასდროს მქონია. ახლა მოდით მაკიაჟი გავიკეთოთ. სხვათა შორის გოგოებო, ახლა როცა ნამდვილი ჯგუფი ვართ, სახელი უნდა მოვიფიქროთ. ზუსტად, აურაზე რა სიტყვით? რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს და საიდუმლო ძლიერ ენერგიას? გონი უკვე არსებობს ასეთი ჯგუფი. კი, მართალია. რა სიტყვით გალაქსიზე? რატო? ვარსკვლავები, სიზმრები და პლანეტები. ეს ლამაზია. ბეტის უბრალოდ უყვარს კოსმოსი. არ მომწონს. გარეთ ბნელა და ცივა. კრაშზე რა სიტყვით? არა, ასეთი სახელი ნამდვილად არსებობს. არ მეგონა სახელის მოფიქრება ასეთი რთული თუ იქნებოდა. Candy K. როგორ არ მოგწონთ ეს სახელი? Candy K. კარგად ჟღერს. კი, მეც მომწონს. ასე რომ გადაწყვეტილია. ჩვენ ჯგუფს Candy K ერქმევა. ახლა რეპეტიცია გვჭირდება. დავიღალე, ცოტა შევისვენოთ. ჩვენი პირველი მუსიკალური ვიდეო ჯერ არ ჩაგვიწერია. მეც დავიღალე. მოდი რამდენიმე წუთი დავისვენოთ. აი, ეს ძალას მოგცემს. რა არის ეს? არაფერი განსაკუთრებული. ჩემი ვებიის ძველი რეცეპტია. ყოველთვის მშველის. ვაუ! ახლა ბევრად ვუკეთ ვგრძნობ თავს. შესანიშნავია, ამ ძალით ყველა მოკვდავის სული ჩემი იქნება. რაზე ლაპარაკო? მინდოდა მეთქვა, რომ ყველა თქვენ გულშემატკივარს ძალიან მოეწონება თქვენი ცეკვა. ახლა სხვებსაც მიეცი, მათაც სცადონ. არ მინდა, ცოტა უცნაურია. დალიეთ ახლავე. კარგი, ნუ მიყვირი. სულ ესაა, ახლა კი ბედი. ძალიან კარგი. ახლა თქვენი პირველი მუსიკალური ვიდეოს ჩაწერის დროა. რეპეტიციას გავდივართ. თქვენი ვიდეო ვნახე. მზად ხართ? 1, 2, 3, დავიწყოთ.
ამილკა, სად ხარ? ის არსად არის. სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ. რა მოხდა? დილისებში საათია. ჩვენ 10 მილიონი გამომწერი გვყავს. ერთ ხმებში ჩვენი ჯგუფი სუპერპოპულარული გახდა. ეს შეუძლებელია. უახლესი ამბავი. სოფლიოში ახალი პოპულარული K-pop ჯგუფი გამოჩნდა. ეს ჩვენ ვართ. სულ რაღაც ერთ ღამეში მათმა მუსიკალურმა ვიდეოებმა იმაზე მეტი ნახვა დააგროვა, ვიდრე ყველა K-pop-ის ჯგუფმა მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. მესიზრება თუ ეს რეალობა? მიჩქნიდე. აუ, რა საკეთებ? კარგი. შენ მთხოვებ მეჩქნიდა. გონი ეს დიმამ გააკეთა. დიმა? ვინ არის დიმა? დაგავიწყდა? ის ჩვენი პროდიუსერია. ო, მართალია. უკვე აქ ხართ? შესანიშნავია. დროა პირველი კონცერტისთვის მოემზადოთ. კონცერტი? კონცერტიო თქვა? სერიოზულად? თქვენ ახლა ვარსკვლავები ხართ. მილიონობით გულშემატკივრები თქვენს შესრულებას ელოდებიან. მანქანა უკვე მას გარეთ ველოდებათ. შეველოდებით? წავიდეთ. აქამდე არასდროს გქონია კონცერტები. ფიქრობთ რომ ამის გაკეთება შეგვიძლია? რა არის ამაში ასეთი რთული? სიმღერა და ცეკვა. ისევე როგორც სახლში. სცენაზე გამოსვლა გაცილებით რთულია. პირველივე დღეს გინდა დაანგრიოთ ყველაფერი? ჩერი მართალია. უნდა წავიდეთ. შეხედეთ, ყველა საჩუქარსაც ჩვენმა გულშემატკივრებმა გამოგვიგზავნეს. ჰეი, ჩერი, iPhone 17 გჭირდება? მე უკვე 5 ასეთი iPhone-ი მაქვს. ყველა გულშემატკივარი ერთი და იმავეს მიგზავნის. ჰეი, ბეტი, რა საკეთებ? გულშემატკივრებს ავტოგრაფებს უგზავნი. იმას ვთხოვ, რომ ჩვეულებრივი პოსტით გამომიგზავნოს. შენი ხელმოწერა მოღუნულია. ნებავომეცი ხელი მოვაწერო. რა? ჩემი ხელმოწერა მოღუნული? შენი ხელებია მოღუნული. სცენაზე ცეკვით თუ ვიმსჯელებთ? აი, ყველაზე მოღუნული შენ ხარ. ყოველ შემთხვევაში მე არ ვღერი მომაკლავი ვირივით. ვის უწოდე ვირი? გოგუებო დამშვიდდით. ჭუბი საჭილო არ არის. კარგი. მან დაიწყო. თქვა რომ ჩემი ხელმოწერა ცუდი იყო. ესეთი მკივნეული რამე არ არის, როგორიც შენ თქვი. ჯგუფის გულისთვის ჭუბი არ შეგვიძლია. თუ ჟურნალისტები ჩვენ შესახებ დაიგებენ, ცუდ რაღაცეებს დაწერენ. ჰეი, ვინ გვიჟებს სურათებს? ჰეი, გაჩერდი, ის გაიქცა. კარგი, ნახეთ, თქვენზე უკვე საუბრობენ ინტერნეტში. Candy Cakes ვარსკვლავებს ერთმანეთის სწულთ. ჯგუფი დაიშალა? ისინი თავიანთ სურვილს ვერ შეასრულებენ. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად და არ ვიჭხუბოთ. ამილკა მართალია. პოპულარულ ადამიანებს ყოველთვის ბევრი მტერი ყავთ. სხვათა შორის, ხვალ ფოტოსესია გვაქვს. ახალი ალბომისთვის ყდაც უნდა გავაკეთოთ. პროდიუსერს უნდა უთხრათ, რომ ფოტოსესიისთვის ახალი კოსტუმები გჭირდება. უახლესი ამბავი. Candy Cakes ახალი ჯგუფი იმდენად პოპულარულია, რომ მისი გულშემატკივრები გაგიჟდნენ. ნახეთ, ჩვენზე ლაპარაკობენ. ხო, მაგრები ვართ. ფანები ქუჩაში ჭხუბობენ, რაც არეულობას იწვევს. სოციალური მედია პანიკაშია. ბევრი ფიქრობს, რომ მათი სიმღერები დაწყევრილია. ისინი აიკრძალება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არა? კი, ეს სოციალურ მედიაში ყველგანაა გავრცელებული. ვერა კურზალავენ. ჩვენ ცნობილები ახლახან გავხდით. ჰეიტერების სიცხე ყოველწამს იზრდება. ეს ყველაფერი უნდა მოვაგვაროთ. დიმას უნდა უთხრათ. იქნებ დაგვეხმაროს. იქნებ სინავს? მილიონობით უდანაშაულოსული ახლა ჩემია. ამ გოგუებმა შესანიშნავი სამუშაო გამიწიეს. მალე საკმარისად ძლიერი ვიქნები, რომ ჩემი ძმები გამოვიძახო. რა მოხდა? დიმა იქ არ არის? ეს ჩვენი ბრალია. ჩვენს გამოგიждდება ხალხი. რაზე ლაპარაკობ? ჩვენ კონტრაქტი ეშმაკთან გავაფორმეთ. მე ამ გოგუებს ჯადოსნური ხმები და ცეკვები მივეცი, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი მათი დამნახველის მოჯადოება. ისინი ახლა ჩემი იარაღია მსოფლიოს დასაპყრობად. რა ვქენით? როგორ შეგვეძლო ასეთი უყურადღებო ყოფილიყავით? სად არის კონტრაქტი? უნდა წავიკითხო. შეხედე, ბოდოში წვრილი შიფტით არის დაწერილი. რას ამბობს ეს? აქ წერია, რომ ჩვენ შეგვიძლია ადამიანების ჰიპნოზირება ჩვენი ხმითა და ცეკვით. მოიცა, ამ პოპულარობის სანაცვლოდ კი მათი სულები ჩვენ დემონს უნდა მივცეთ. როგორ შეიძლებოდა ამაზე დავთანხმებულიყავით? კარგი, ხელმოწერამდე ყურადღებით უნდა წაგვეკითხა. კონტრაქტში წერია, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს? ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ ამაზე. აქ წერია, რომ კონტრაქტი შეიძლება შეწყდეს, მაგრამ სამაგიეროდ დემონი ჩვენს სულებს წაიღებს. ასე რომ ჩვენ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, დემონის მოშორება. რაიმე იდეა გააქვთ? მე დავინახე ჯადოსნური სფერო, რომელშიც მას სულები ჰყავდა დამკლეული. ჩვენ იგი უნდა გავტეხოთ. ფიქრობ, რომ ამით მას შევაჩერებთ? ამით სულები გათავისუფლდებიან და ის დასუსტდება. სანამ ის ოფისშია, ვერსად წავალთ. მოვიფიქროთ, რაიმე იდეა გააქვთ? მე მაქვს ერთი.
როდესაც საკმარისი სულები მეყოლება, ჯოჯოხეთის კარიბჭეს გავხსნი და სხვა დემონების გათავისუფლებას შევძლებ. მოუთმენლად ველოდები, როდის ვაჩვენებ ჩემს პატარა ეშმაკებს თავის ქალების კოლექციას. მათ 1000 წელია ადამიანების ძვლები არ ჰქონიათ. ბატონო დიმა, რა გინდა? ახალი ცეკვა მომამზადეთ. ბევრ გულშემატკივარს მოიზიდავს. ბევრი გულშემატკივარი, ბევრი ახალი სული. მინდა რომ ნახო. წამოდი, გოგოები გაჩვენებენ. დროა რომ ეს ბურთი მოვიშოროთ. ფიქრობ, უბრალო რაღაც მის გასატეხად საკმარისი არ არის. თან წავიღებ, სანამ არ გავარკვევ, როგორ უნდა გავანადგურო. ამ ცეკვით ჯოჯოხეთის პორტალს ბევრად უფრო სწრაფად გავხსნი. რის გახსნა საპირე? მინდოდა მეთქვა რომ თქვენი მერჩის მაღაზიას გავხსნიდი. მერჩი? მაგარია, გულშემატკივრებს ჩვენი ჯგუფის მერჩი მოუნდებათ. ოფისში უნდა დაბრუნდე. განაგზეთ რეპეტიცია. ეს ძალიან მაგარია. მერჩის იდეა მაქვს. მოდი ჩვენი პორტრეტით მაისურები შევკეროთ და ქუდები ჩვენი ჯგუფის ლოგოთი. ბეტი! ასევე მინდა მაისური ჩემი პორტრეტით ამ პოზაში. ბეტი, გაიღვიძე. მერჩი არ იქნება. როგორ? რატომ? არ დავიწყდა? ჩვენი პროდიუსერი დემონია. ის სხვა ადამიანების ცულების მოსაპარას გვიყენებს. ხო. კარგი. ეგ სულ დამავიწყდა. გაიგე რა თქვა? მას ჯოჯოხეთისკენ მიმოვადი პორტალის გახსნა სურს. საშინელებაა. თუ მას ეს გამოუვა, აქ ბევრი დემონი იქნება. ეს არ მოხდება. ჩვენ მას შევაჩერებ. იმედი მაქვს, ამელკას გეგმა წარმატებული იქნება. უკვე საკმარისი სული მყავს რამდენიმე დემონისთვის. ახლა ვერ დავიწყებ. ჩემი სფერო, ჩემი დემონური თვალი. სად არის? ეს თავხედი გოგო, შენ სულს გრძნობ. როგორ ბედავ ჩემ გეგმაში ჩარევას? კარგი, როგორ ჩაიარა? ჩადეს სფეროს გატეხვა, მაგრამ ძალიან ძლიერია, ამიტომ წამოვიღე. როდესაც დემონი გაიგებს, რომ შენ მოიპარე, გაწოფდება. მოიცა, ბეტი სად არის? ბეტი, ახლა თამაშის დრო არ არის. მე ვიცი, როგორ გავტეხო ჯადოსნური სფერო. მართლა? ენერგიით უნდა შევავსოთ. შემდეგ ის ენერგიას ვერ გაუძლებს და გასკდება, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? კარგი. დემონის ენერგია ბოროტება და სიძულვილია. თუ სფეროს მხიარული და კეთილი ენერგიით შევავსებთ, ის ამას ვერ გაუძლებს და გასკდება. გართობა არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვიცეკვებთ იქამდე, სანამ სფერო არ აფეთქდება. მუშაობს, განაგზეთ ცეკვა. კიდევ ცოტაც, მანი აფეთქდება. დიახ! ჩვენ ეს შევძელით, სფერო განადგურებულია, ყველა სული თავისუფალია. დაღას შეეძლება ჯოჯოხეთის პორტალის გახსნა. ეს დასასრული არ არის. ახლა ჩვენი კლიპები მილიონობით ადამიანს აჰიპნოზირებს, სანამ დემონები თავისუფლები არიან, ყველანი საფრთხეში არიან. კი, მას რას ვაპირებთ? ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი, რომ ჩვენი მოსმენა შეწყვიტონ. რას გულისხმობ? ჩვენ აღარ ვაპირებთ კლიპების გადაღებას და კონცერტებზე გამოსვლას. არა, მე ვარსკვლავი მინდა ვიყო. დემონი ჩვენი მუსიკის გარეშე დასუსტდება და ჩვენ მას ადვილად დავამარცხებთ. მთელი ცხოვრება მინდოდა K-pop ვარსკვლავი გამხდარიყავი და შენ გინდა ყველაფერი გამიფუჭო. ჩვენს გამო მთელი მსოფლიო საფრთხეშია. დემონი უნდა შევაჩეროთ. მე წინააღმდეგი ვარ. ჩერი, მოიცადე, გაუშვი, ის დაბრუნდება. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ K-pop ჯგუფი გამხდარიყავით. როგორ შეუძლიათ ყველაფრის დათმობა მათ? შენმა მეგობრებმა გიღალატეს. რას აკეთებ აქ? უკვე იცი, რასაც ვაკეთებ, ასე რომ არაფრის ახსნას არ რა დავიწყებ. გჭირდება? გინდა რომ K-pop-ის ვარსკვლავად დარჩე. არა? შემიძლია კიდევ უფრო პოპულარული გაგხადო. არა, მე ჩემ მეგობრებს არ უღალატებ. დაახვიე, დემონო. დავბრუნდები. გოგოები უნდა გავაფრთხილო, რომ მის ხრიკებს არ წამოეგონ. ჩერი ყველაზე ცუდი მოცეკვავია. ჩვენ რომ არა, დემონთან კონტრაქტიც კი არ დაეხმარებოდა მას. ვიცი, ამიტომ თხოვე, ვიდეო გადაეღო, სანამ ჩვენ ცეკვავდით. კონტრაქტი უნდა დავარღვიოთ და არ მაინტერესებს ჩერის აზრი. და როცა ყველაფერი დასრულდება, ახალ ჯგუფს შევქმნით. გეთახმები. ასე ფიქრობენ ჩემზე. გადაწყვიტეს, რომ ჯგუფში ყველაზე სუსტი ვარ. მაშინ მე საკუთარ ჯგუფს შევქმნი. კი, სწორია, უკეთეს სიმსახურე. ყოველთვის ვიცოდი რომ ჯგუფში საუკეთესო იყავი. მოაწერე ამ კონტრაქტს ხელი და ყველაზე ცნობილ K-pop ვარსკვლავად გაქცევ. კიდევ ერთი კონტრაქტი? არა, სულს არ გავყიდი. მაშინ ცნობადობას დაემშვიდობე.
მოიცა, გადავიფიქრე. ვიცოდი რომ გადაიფიქრებდი, უბრალოდ მოვაწერე ხელი და ვარსკვლავი გახდები. 3, 2, 1. გამარჯობა ჩვენო საყვარელო გულშემატკივრებო. უნდა გითხრათ რომ ჩვენი ჯგუფი იშლება. ჩვენ აღარ გამოვუშვებთ ახალ მუსიკას და წავშლით ჩვენს ყველა მუსიკალურ ვიდეოს. ეგ არის. ხოლოდ ონლაინ დამოგვეყნება გადარჩა. უცნაურია, რა არის ეს? ახალი ვიდეო ჯერ არ დამიდია, მაგრამ გულშემატკივრები ყოველ წამს წვეტენ გამოწერას. უახლესი ამბავი, K-pop-ის სამყაროში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა. ამ მომღერლის სასცენო სახელი იანია. მოიცა, ეს ჩერია? იანის ცნობადობა იმდენად დიდია, რომ მან Candy K-საც კი გადაასწრო. მათი სიმღერები და მუსიკალური ვიდეოები აღარავის არ აინტერესებს. ახლა ყველანი იანს უსმენს. როდის მოახერხა მან საკუთარი ჯგუფის შექმნა? ეს დემონის მაგიის გარეშე არ მომხდარა. ჰეი, ჩერი, სასწრაფოდ უნდა ვისაუბროთ. გესმის ჩემი? ბეტი, 5 წუთში კონცერტი მაქვს. ლუზერებთან სასაუბროთ დრო არ მაქვს. კონცერტი? არა, ოღონდ ეგ არა. ამილკა, სად მიდიხარ? როგორც კი კონცერტი დაიწყება, ახალ სულებს მივიღებ და პორტალს გავხსნი. ჯადოსნური სფეროს გარეშე ეს დიდხანს არ გასტანს, მაგრამ საკმარისი იქნება ყველაზე ძლიერი დემონების გასათავისუფლებლად. რა მოხდა? ვერ ხვდები. ის ჩერის კონცერტს იყენებს პორტალის გასახსნელად. ჩერი უნდა დავარწმუნოთ, რომ კონცერტი შეწყვიტოს. მაგრამ როგორ? იდეა მაქვს. ზადვარ, წავიდეთ. ჰეი, ყრუ ხარ? სცენა მელოდება. შენ ჩემი მძღოლი არ ხარ, ქურდი ხარ. ხელები მომაშორე, მე ვარსკვლავი ვარ. როგორ ბედავ? არა, არ გამიშვა. კონცერტი უკვე უნდა დაწყებულიყო. სად არიან ჩემი სულები? გულუფრთხილო გოგოებო, ნიღბები ვერ გიხსნით ჩემი რისხვისგან. ხვნილად გაქცევთ. გამიშვით აქედან. გამიშვით. ჩემი კონცერტი ჩაშლილია. რა გიდათ? ფული? მე შემიძლია გადავიხადო. თქვენ როგორ ვერ გიცანით? სულხვარ, მაგრამ არ მოგცემთ უფლებას დემოს დაეხმარო. კონტრაქტი უნდა დაწვა. არავითარ შემთხვევაში მე მინდა ვარსკვლავი ვიყო. დემონი გიყენებს. პოპულარულობა დიდხანს არ გაგრძელდება. გახსოვს რა დაემართა Candy K-ს? მათ ბძულ ვართ და ჩვენი აკრძალვა უნდათ. კარგად უნდა დაფიქრდე ამაზე. ეს მე არ დამემართება. ალბათ, მაშინ აქ დარჩი და დაბელოდე. დემონს თავად მოვიშორებთ. გამიშვით, თქვენ ისიც კი არ იცით, როგორ დაამარცხოთ ის. მართალია, ჩვენ არ ვიცით, როგორ დავამარცხოთ დემონი. ვიცი, მისთვის ვიცეკვებთ. გახსოვთ რა დაემართა დემონურ სფეროს? ენერგიას ვეღარ ინარჩუნებდა და აფეთქდა, ასე რომ ეს დემონთანაც იმუშავებს. წავიდეთ. ჰეი, დემონო, აქეთ გამოიხედე. ჰაჰა, გეგონათ ჩემივე მაგიით დამამარცხებდი? რა სულელურია? ამილკა, გეგმა არ მუშაობს. რა უნდა გავაკეთოთ? არ ვიცი. თქვენ კონტრაქტი დაარღვიეთ. ამისთვის სულს საგართმევთ. ჰეი, დემონო. კონტრაქტს ვარღვევ. არ დაგეხმარები. ჰაჰა, კარგი, მაშინ შენ სულსაც წავიღებ. რა ხდება? სად არის ჩემი ძალა? როგორც ჩანს, დიდი ხანია ახალი სულები არ ჰქონია. ჩერისთან კონტრაქტის გარეშე კიდევ უფრო სუსტი გახდი. ჰეი, Candy K, ჩვენი ბოლო კონცერტის დროა. არა, შეწყვიტე. ის გაქრა? ისევე როგორც ჯადოსნური სფერო. მან ვეღარ გაუძლო და გასკდა. დემონის ენერგია ბოროტება და სიძულვია. ჩვენი ცეკვა კეთილი და მხიარულია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ. უახლესი ამბავი, K-pop-ის ვარსკვლავი იანი და ჯგუფი Candy K სოფლიო მასშტაბით აიკრძალა. მათი სიმღერები წაიშალა და ანგარიშები დაბლოკილია. ვარსკვლავებს შავ მაგიასა და უსამართლო კონტრაქტებში ადანაშაულებენ. კარგი. როგორც ჩანს, ჩვენი პოპულარულობა მთლიანად დასრულდა. ჯერ არ დასრულებულა. ახალ ჯგუფს შევქმნით დემონების გარეშე. ვინ არის ჩემთან ერთად? ვივარჯიშებთ და წარმატებას ერთად მივასწევთ. გეთახმები. მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
წინ Candy K მოიცა. ახალი სახელი უნდა მოიფიქროთ. ეს აკრძალულია. ზუსტად, მაგრამ რა? მაყურებელს გხოთ სახელის მოფიქრება. კომენტარებში დაწერეთ. რა უნდა ერქვას ჩვენ K-pop-ის ჯგუფს? ასევე დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. წინ, ბევრი საინტერესო ისტორია გელოდებათ. ახლა ნახვამდის და შემდეგ ჯერ ზეგნახავთ. ნახვამდის ყველას!